მოცემული არის ABC ტოლგვერდა სამკუთხედი. სამკუთხედში კი წერტილის შემთხვევით შერჩევისას ამ წერტილიდან ბ-წვერამდე მანძილი არ უნდა აღემატებოდეს მანძილს ამავე წერტილიდან სამკუთხედის ABC სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრამდე. ABC სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი, ეს არის ტოლგვერდა სამკუთხედი, მდებარეობს მედიანა ბისექტრისა სიმაღლეების გადაკვეთის წერტილში. აი აქ და ეს რადგან მედიანების გადაკვეთის წერტილია სიმაღლეს, ანუ მედიანას, ანუ ბისექტრისას მედიანები გადაკვეთის წერტილით იყოფიან ორი ერთთან შეფარდებით წვეროს მხრიდან. მე მინდა რაღაც M წერტილი ავიღო, საიდანაც მანძილი B წვერომდე, ანუ MB მანძილი არ აღემატება მანძილს, ანუ ნაკლებიანტორია ცენტრამდე მანძილს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვათ აი ეს შუა წერტილი ავიღოთ, ეგ გვაწყობს. ანუ აქ რომ იყოს M წერტილი გვაწყობს. აქ რომ იყოს მანძილი M-დან B-მდე და M-დან O-მდე მანძილი, M-დან B-მდე მანძილი ნაკლებია M-დან O-მდე მანძილს. ანუ ამ სამკუთხედის ფართობის, ანუ ეგ ალბათობა ტოლია. ესი EBF-ის შეფარდება ესი ABC. ეს სამკუთხედები მსგავსია. მსგავსების კოეფიციენტი არის MB შეფარდებული B-დესთან. ეს არის 1-მდე. მაშინ აქ იქნება 1/9. ანუ მსგავსების კოეფიციენტის კვადრატი არის ფართობების შეფარდება. ეს რატო 1/3-თან MB B-დესთან MB მონაკვეთი, MO მონაკვეთი და OD მონაკვეთი ტოლები. ანუ როგორც გითხარით, M წერტილი წარმოადგენს შუა წერტილს, ანუ MB ტოლია. MO-სი და თავის მხრივ OB მონაკვეთის შეფარდება OD მონაკვეთთან არის 2/1-თან შეფარდება. ანუ გამოდის, რომ MB მთლიანი BD მედიანის 1/3. და მსგავსების კოეფიციენტი თუ არის 1/13, მაშინ ფართობების შეფარდება იქნება მსგავსების კოეფიციენტის კვადრატის, ანუ 1/9-ის ტოლი. მე მინდა რომ მოცემულ კვადრატულ განტოლებას ჰქონდეს ურთიერთშეგუნებული ფესვები. ურთიერთშეგუნებული ნიშნავს, რომ x1-x2 უნდა იყოს 1-ის ტოლი. 4 და 1 მეოთხედი ურთიერთშეგუნებულებია. ვიეტის ფორმულების თანახმად ფესვთან ნამრავლი x1-x2 ეს არის მესამე კოეფიციენტი, ანუ 3-4m შეფარდებული 100-თან, ანუ 1-თან. და ეს მინდა რომ იყოს 1-ის ტოლი. აქედან მარტივად შემიძლია ვაჩვენო, რომ -4m ტოლია 1-3-ის და M იქნება -2 შეფარდებული -4-თან. 1/2. აჩერა მეოცეს. ABC სამკუთხედის AB გვერდის სიგრძე 1/5-ჯერ მეტია BC გვერდის სიგრძეზე. რას უდრის სამკუთხედის C კუთხის სინუსი. დავხაზოთ სამკუთხედი. დავაწეროთ ასოები. ABC სამკუთხედის AB გვერდის სიგრძე 1/5-ჯერ მეტია CB გვერდის სიგრძეზე. ის თუ x-ია, ეს 1/5x-ია. კუთხე რამდენია ნახაზი არ შეესაბამება ამოცანას, მაგრამ არა აღნიშნავს. კუთხე არის 30 გრადუსი, უნდა ვიპოვოთ აი ამ ალფა კუთხის სინუსი. უნდა რას ვწერთ? სინუსების თეორემის, რომ გვერდი შეფარდება მოპირდაპირე კუთხის სინუსთან. ტოლია. გვერდი შეფარდება მოპირდაპირე კუთხის სინუსთან მუდმივი სიდრეა და ტოლია შემოხაზული წრეწირის დიამეტრის. ეს არის სინუსების თეორემა. ამ შემთხვევაში დავწეროთ CB შეფარდებული სინუსასთან ტოლია AB შეფარდებული სინუს კუთხედისთან. აქედან მარტივად შემიძლია ვაჩვენო, რომ სინუს ალფა ტოლია 1/5x განოლებული სინუს 30-ზე შეფარდებული x-თან. ანუ 1/5 მეთოდი გამრავლებული 1/2-ზე, ანუ 0.5-ზე. 1/5-ჯერ 0.5. 5/15 არის 75. 0.75. ან 75 მიასწრე. ან 3. -2 B ვექტორის სიგრძე. B ვექტორი წერია,
-2b ვექტორი იქნება -2 და +4. ა ვექტორი ვიცით? შევკრიბ. დამატებული -2b. -2-ს დამატებული -3. -3. -3 აქვს. უნდა ვიპოვოთ მოცემული ვექტორის სიგრძე. ნებისმიერი ვექტორის სიგრძე ეს არის ფესვი მისი კოორდინატების კვადრატების ჯამი. ამ შემთხვევაში მტერი შემთხვევა გვაქვს, ანუ ორი განზომილება მექნება -3-ის კვადრატს დამატებული 6-ის კვადრატი. ეს არის 9-ს დამატებული 36 ფესვი 45. ფესვი 45 ეს არის ფესვი 9 ჯერ 5. ანუ 3 ჯერ ფესვი 5 იქნება პასუხი. მეტროს მატარებელი შედგება 4 ვაგონისგან, 3 ტურისტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჩევს ვაგონს. რას არის იმის ალბათობა, რომ ამ 3 ტურისტიდან ზუსტად 2 აღმოჩნდება ერთ და იგივე ვაგონში? ამდენად. რამდენი ვარიანტი მაქვს სულ? როგორ დავთვალო? რა უნდა ჩავწეროთ ამ შემთხვევაში? ნამდვილად შევხედოთ. ნიშნაში რა უნდა ეწეროს? 4 ხარისხად 3. ანუ სულ რამდენი შემთხვევა შეიძლება გქონდეს? არჩევის ის იქნება 4 ხარისხად 3. და რა უნდა დავწეროთ მიწველში? მიწველში უნდა დავწეროთ შემდეგი რაღაც. ჯერ დავწეროთ იქიდან თუ 3 ტურისტი გყავს. სულ 3 ტურისტია და რამდენი 2 ტურისტი შეიძლება ამოვარჩიოთ? C3-დან 2. C3-დან 2-ს 3-ის ფაქტორიალი შეფარდებული 3-ს - 2-ის ფაქტორიალთან და კიდევ 2-ის ფაქტორიალთან. მას მივიღებთ 3-ის ფაქტორიალი, 1-ის ფაქტორიალი, 2-ის ფაქტორიალი. იქნება 3. ანუ სულ რამდენი ვარიანტი მაქვს? სულ მაქვს 3 ვარიანტი. ანუ აქ 3 დავწერთ. მაგრამ ეს არის რამდენი ორეული შემიძლია ამოვარჩიო. თითოეულ ორეულს შეუძლია 4 ვაგონიდან ამორჩიოს ნებისმიერ. ანუ 3 ჯერ 4 ვარიანტი. მაგრამ დარჩენილი ერთი ტურისტი ირჩევს ერთი ვაგონი ხომ ამორჩია ამ ორმა, დარჩა 3 ვაგონი. შესაბამისად, ერთი ტურისტი ირჩევს ამ 3-დან რომელიღაცას და იქ დამატებით 3 ვარიანტს იმასწრებს. და მექნება აი ეს გამოსახული. 4-ები შეიკოცება და მრჩება 9 შეფარდებული 4-ის კვადრატთან 16. 4-ის კუბი იმიტომ, რომ 3 ტურისტი ირჩევს 4 ვაგონს. ნებისმიერი შემთხვევა შეუძლია ირჩიოს. ერთ ვაგონში შეიძლება 3 ტურისტი შევიდეს. შესაბამისად, ერთი ტურისტს აქვს 4 განსხვავებული არჩევანი, 4 განსხვავებული ვარიანტი. და რამდენი ვარიანტი მექნება სულ, ეს არის 4 ჯერ 4 ჯერ 4 ვარიანტი. ანუ 4-ის კუბი მაგითად დავწერე. ფუნქციის განსაზღვრება რა უნდა ვიყოთ? აქ უნდა. ფესვში დგომი გამოსახულება მეტიან ნულს, ტოლი ჭის. 9 - x მეტიან ტოლი ნულს. x - ფესვით 11. ნიშნაში დგას. არ უნდა ავადდეს ნულს. რას ვღებულობთ? x მეტიან ტოლი 3-ზე, x ნაკლებიან ტოლი 9-ზე და x არ უდრის ფესვით 11-ს. 3-დან 9-მდე ჩაკეტილი შუალედი გარდა ფესვით 11-ის. მონაირი იქნება ეს. ნომერი 24. მოცემული არის საკოორდინატო სიტყვაზე რაღაც ფუნქციის გრაფიკი. და ამ ფუნქციის გრაფიკზე მდებარე ორი წერტილი. იპოვე მანძილი ამ წერტილებს შორის. რადგან ეს წერტილები მოცემულ ფუნქციის გრაფიკზე მდებარეობენ, ნიშნავს, რომ მის კოორდინატებს თუ ჩავსვამ,
სწორი ტოლობა უნდა მივიღო 2-ის კვადრატს მინუს 2 ჯერ 2-ს მინუს 1. ნიშნავს, რომ A ტოლი არის 2 ჯერ 2 მინუს 1, მინუს 1-ის. და B ტოლია მინუს 1-ის კვადრატს მინუს 2 ჯერ მინუს 1-ს მინუს 1. ანუ 1 პლუს 2-ს მინუს 1 და B გამოდის 2. ესე უნდა ვიპოვოთ მანძილი 2 მინუს 1-სა და B მინუს 1 2 შორის. ორ წერტილს შორის მანძილის კვადრატი ტოლია x2-ს მინუს x1-ის კვადრატს დამატებული y2-ს მინუს y1-ის კვადრატი. ან უბრალოდ საკოორდინატო სიბრტყეზე მონიშნეთ და იქ მართკუთხა სამკუთხედს ააგებთ და ნახავთ რა მარტივად შეიძლება მათ შორის მანძილის პოვნა. ამ შემთხვევაში AB მანძილი იქნება ფესვი ამე შემიშალა 2 მინუს 1 მინუს 1 2 და ამათ შორის მანძილი იქნება რა მინუს 1-ს მინუს 2 კვადრატში დამატებული 2-ს მინუს 1 კვადრატში. იქნება 9 პლუს რა. ფესვი 2 ჯერ 9. 3 ფესვი. ნომერი 25. მისი ტოლია ალფა, თუ კოსინუს ალფა არის მაგალითად ასეთი რაღაც და კოსინუს ალფა მინუს 0.7 მეტრი და ალფა არის მოთავსებული π-სა და 3 პ-ნახევარს შორის, ანუ 180-სა და 270 შორის, ანუ მესამე მეოთხეის კუთხე. კოსინუს ალფა რომ ყოფილიყო მინუს 0.5. დავწერდი რომ კოსინუს ალფა ის ტოლი კოსინუს ალფა ტოლი ხდება 0.5-ის. 1 მეოთხეს. ალფა არის 60 გრადუსი. ანუ π მესამე. მინუს 0.5 კოსინუსი მინუს 0.5-ის ტოლი ხდება 180 მინუს 60-ზე, ანუ 120 გრადუსი. ანუ ეს არის 2 π მესამე რადიანი. ხოსი, კიდევ როდის გახდება? კიდევ როდის გახდება და 120 გრადუსი არის ეს? 120 გრადუსი. კიდევ როდის გახდება და აი მინუს 120 გრადუსი. ან კიდევ შემიძლია ჩავწერო, ნახეთ როგორ ეს ხორის 60 გრადუსზე ხო ხდება, ანუ π მესამეზე და π-ის დამატებული კიდევ ის 60 გრადუსი. ახლა ამას რატო ვამბობ? ჩვენ შემთხვევაში კოსინუს ალფა 0.7-ის ტოლი ხდება, როცა ალფა არის არკ კოსინუს 0.7. თუ მინუს 0.7 წერია, მინუს 0.7 ალფა არის არკ კოსინუს მინუს 0.7. ეს უკვე მეორე მეოთხეის კუთხე. ის პირველი მეოთხეის კუთხე დადებითია. მეორე მეოთხეში აკადოთ. ანუ ეს მოbrunება, წეგან ასოცი რო იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ახლა არის არკ კოსინუს მინუს 0.7. ასე რომ წამოვედით და აქ რომ მოვედით. მაგრამ მე ახლა ეს მინდა. მინუს არკ კოსინუს 0.7 მინუს არკ კოსინუს მინუს 0.7 პასუხებში არ წერეთ, ჩვენ პასუხებს უნდა მოვერგოთ ამ შემთხვევაში. და როგორც წეგან თქვი, აი ეს შემთხვევა წერია. ანუ ეგ რა მიიღება? 180-ს უნდა დაემატოს ოღონდ არკ კოსინუს 0.7. მასტი გვაქვს. ასეთი არ არის. არკ კოსინუს მინუს 0.7. ერთად შემთხვევა, რომელიც ჩვენ ამ ამოცანას აწყობს, პასუხს აწყობს, ეს არის ა შემთხვევა. ეს მეორე მეოთხეის კუთხე არ გამოდგება. ეს საერთოდ არ გვაქვს აქ 2 π-ის მინუს არკ კოსინუს 0.7 და ამიტომ არც ეს. თუ რამე კითხვა გაჩნდება, მე მეკითხეთ და გიგოს.